მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროფსიქოლოგიის კურსი გვეწყება 9 ნოემბერს. იქნება ორთვიანი ეს კურსი, კვირაში ერთი შეხვედრა და იქნება 4 საათიანი დაახლოებით პლუს 4-5 საათი დაახლოებით ესე. და გავივლით ძირითადად ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც არის თანამედროვე ასტროლოგიას, თანამედროვე ასტროფსიქოლოგიას, როგორ ვიპოვოთ პირადი რუკის გამოყენებით ჩვენი ტრავმები, როგორ ვიმუშაოთ კარმულ ასპექტებზე, როგორ ვიმუშაოთ ოჯახურ მოდელებზე, როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი ასტროლოგიის მეშვეობით. ან ეს კურსი იქნება არა მხოლოდ ასტროლოგიის სწავლა, არამედ ისწავლონ მონაწილეებმა თერაპიულად იმუშაონ საკუთარ თავზე ასტროლოგიის გამოყენებით. აი რაც მაგალითად ფსიქოთერაპიაში ჩვენ შეიძლება წლები დავკარგოთ ძიებაში. მაგალითად, თუმცა დაკარგვა არ არის, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი რაღაცა მუშავდება, თუმცა ასტროფსიქოლოგია შეუძლია პირდაპირ გავიდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე. ზოგადად გავიგოთ უფრო მოკლე ვადაში, მაგალითად რა გვაწუხებს ქვეცნობიერად, საით მივდივართ, რა არის სწორად ჩვენი გზა, მაგალითად არჩეული და რა არ არის სწორად არჩეული გზა, ხო? ანუ ასტროლოგიაში ჩანს ფაქტიურად ყველა სფერო ადამიანის. პირად რუკაზე ახლა ვინც მოდის, გასაგები არის რა ისინი თქვათ იმ მომენტში გაგება სურთ მათ საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში რა ხდება, მაგრამ როდესაც სასწავლო პროცესში შევდივართ, იქ ფაქტიურად თერაპიული პროცესი ირთვება, იქ ფსიქოთერაპიულად მუშაობთ ყოველ ასპექტზე, ყოველ კომბინაციაზე, იქ ვენერა სად არის, მარსი სად არის, რა ასპექტებში არის, ამას თერაპიულად გავდივართ ხოლმე მონაწილეებთან ერთად და ეს არის ჩემი პირადი საავტორო პროგრამა, იმიტომ რომ ახლა ყოველთვის ყველა ვიდეოში ვამბობ ხოლმე რომ დაახლოებით 9-10 წელი არის მე ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას გავდივარ. ფსიქოლოგიაში წავედი და იქიდან ძალიან ბევრი რაღაცები გავიგე კიდე დამატებით ახალი როგორ მუშაობს ფსიქოლოგია ცალკე და ეს დავადე ასტროლოგიას და ასტროფსიქოლოგიაშიც იგივე იყო პრინციპში უბრალოდ რომ ესე სინთეზურად შემოვიტანე ასტროლოგიაში ფსიქოლოგია და შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს პირად გამოცდილებებსაც, იქვე თერაპიულ პრაქტიკაშიც გავივლით მაგალითად მონაწილეებთან ერთად, რომ გააცნობიერონ ეს რუკა. ანუ შეყალწეს აწყდებით ხოლმე ისეთ თემებს, რომ სწავლობენ ასტროლოგიას და აქვთ მხოლოდ კოგნიტურად ეს ინფორმაცია, ანუ მათემატიკურ ფორმულების დონეზე, მაგრამ საერთოდ არ აქვთ შინაგანი ემოციური კავშირი ამ ინფორმაციასთან. ვისებენ ამ რუკას საკუთარ თავში, ხო? და ეს ემსგავსება უბრალოდ ციფრებს, რომლის ცხოვრება არ ხერხდება. და ამიტომ რომ უყურებდი ამ პროცესს, მეც ვიყავი ადრე ამ პროცესში, მაგალითად წლების წინ და მივხვდი, რომ ეს არ არის ის მასშტაბი, რაც შეიძლება ჩვენ ასტროლოგიისგან წამოვიღოთ და ამიტომ შევქმნი ესეთი სისტემა ფსიქოთერაპიული, როდესაც პირადი რუკებით გავდივართ, მონაწილეთა პირადი რუკებით, ჯერ თეორიას გავდივართ ხოლმე. თვითონ ამ შეხვედრებში პირველი ნაწილი ეთმობა სლაიდებით თეორიას, რომ აგიხსნათ სტრუქტურა, ივენთი კი მაქვს, ინსტაგრამზეც, ფეისბუქზეც, იუთუბზეც დევს ეს ივენთი. ყველაფერი არის გაწერილი ყოველ დღის ყოველი გაკვეთილის ლექციის განმავლობაში რას გავდივართ, მაგრამ შემდეგ უკვე პირად რუკას ვდებ მონაწილეს და გავდივართ უკვე თერაპიულად. და ხდება ჯგუფში თვითონ, ხო, ვისაც აქვს სურვილი რა თქმა უნდა, რომ მისი რუკა იყოს გამოტანილი, აქ არ არის ეს რომ ცდილობთ იძულება იყოს, რა თქმა უნდა. თუმცა ვინც თავს იკავებს და ხოლმე თქვათ წინა კურსებზე თვითონ სიხარულით გამოვიდნენ მე ამ თერაპიულ პრაქტიკაში იმდენად მეგობრული, იმდენად შეკრული და მართლა თერაპიული იყო ხოლმე ჯგუფები ხა რაღაცნაირად იკრება ველი ხოლმე ესე რომ ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ფორმით, აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ფორმით გადავცე ასტროლოგია, ის ნამდვილი ასტროლოგია, როგორც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ და არა უბრალოდ სამკითხაო დონეზე ასტროლოგია მაგალითად და ვიმუშაოთ ჩვენს პირად ფსიქოლოგიურ ტრავმებზე, პირადი რუკის გამოყენებით, იმიტომ რომ რუკას იმხელა ის რესურსი აქვს, ამ რესურსის გამოყენება უბრალოდ კოგნიტურ კომბინაციებზე ნამდვილად არ ხირს, უნდა განცდადობაში შემოვიდეს, გაცნობიერებაში და ეს ჯგუფში არის ყველაზე კარგად შესაძლებელი. იმიტომ რომ თერაპიულ პროცესში ხდება თვითონ შეხება იმ ტრავმებთან, ან იმ თვარის მოდელთან, იმ მზის მოდელთან, მაგალითად, რასაც პირად რუკაზე ვამბობთ ხოლმე, პირად რუკაში კომბინაციას ვამბობთ,
ასპექტებზე, როცა ჩვენ პირდაპირ ვეხებით ტრამვებს, ან ხედავ ახლა აქ რა სცენარი უნდა ყოფილიყო, რომელ ასაკში უნდა ყოფილიყო და მიდის პირდაპირ მუშაობა აი ამ ასპექტების სცენარებთან. ამის გაცნობიერება და ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც არის ამ თერაპიულ პროცესთან ერთადაც უკვე ადამიანი საერთოდ სხვა ასტროლოგიას ხედავს და გრძნობს რაც მთავარია ამ კომბინაციებს ამ ასტროლოგიას და მე მას შეუძლია გამოიყენოს ეს საკუთარ ოჯახის წევრებთან გაუგოს უფრო მათ ხომ რა არიცით მნიშვნელოვანი რამას სწავლა ყველაზე მეტად ასტროლოგიამ რომ აი თუნდაც სხვის პირად რუკას რო ნახულობ ხო ახლობლის ნაცნობის აი როცა ისე ემოციურ განცდადობაში ჩვენი რუკა გვაქვს გაცნობიერებული აქ ჩვენ სწავლობთ ემოციურ ინტელექტში და ემოციურ ინტელექტს ვაძლიერებთ რაღაცნაირად ფსიქოთერაპიულად ჩვენ თავთან გავდივართ კონტაქტზე და იზრდება ემპათიურობა, იზრდება საზღვრების დაცვაც ამ ემპათიურობაში, რა თქმა უნდა და თან სხვა ადამიანებთან გაგება შემოდის, რა ხდება მასთან, რა კარმული ასპექტები აქვს, რა განიცადა და აი როდესაც ეს გაგება ხდება ფსიქოლოგიურად ადამიანების, მცირდება აგრესია, მცირდება რაღაც შინაგანი ამბოხი, ხო, ნეგატიურ ამბოხს გულისხმობ, რა ჩვენ რო გვინდა რაღაც ესეთი რაღაც გამოვავლინოთ ეს ჩვენი შინაგანი დესტრუქცია ან საკუთარი თავის მიმართ, ხო, თუნდაც და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ გაცნობიერებებში, რომ ნენელა უღრმავდებით საკუთარ ნამდვილ მეს და ამოდის ზედაპირზე ის ნათელი ენერგიები, რაც ჩვენში იყო ამ ტრავმებისგან აი ჩაკეტილი. ამიტომ აი თუნდაც თერაპიულად დადიან ხოლმე ჩემთან პირადი რუკიდან გამომდინარე ჩვენ ვებით ხოლმე თერაპიულად და ადამიანი გადის მთელ ამ პროცესს ახლა რასაც გიყვებით, როცა კარმულ ასპექტებს აცნობიერებს, არ არის აუცილებელი სასწავლო პროგრამა იყოს ეს, უბრალოდ თერაპიულად გავდივართ. მაგრამ არის შემდეგი ეტაპი, ან ვინც გაიარა მაგალითად უკვე ასტროფსიქოლოგიის კურსი, ისინი მერე უკვე თერაპიულად სხვა თერაპევტთან წავიდნენ და უკვე მუშაობენ, ზუსტად იციან რაზე უნდა იმუშაონ და აცნობიერებენ და აქ უბრალოდ თერაპევტს კი არ მოყვებიან, თვითონ ხდებიან საკუთარი თავის თერაპევტები პლუს, ხო? აი ეს ძალიან დიდი ძალა აქვს ასტროლოგიას და ძალიან მინდა ხოლმე რომ აი ეს განხრა ასტროფსიქოლოგიის, თანამედროვე განხრა ასტროფსიქოლოგიის რაღაცნაირად პოპულარული გავხადო ამას იმსახურება ჩემი 700 ვიდეო YouTube-ზე დადებული რომ მაქსიმალურად ესე დავნერგო ახალი განხრა ასტროლოგიის, რომელიც სოფლიოში არის უკვე გავრცელებული, უბრალოდ ჩვენთან არ არის ჯერ ესე აქტიურად შემოსული და აი ამ ფსიქოლოგიურ პატერნების გაცნობიერება და სწავლათან ასტროლოგიის და იქ მარტო ასტროლოგიას, რა თქმა უნდა, არ ვსწავლი ფსიქოლოგიურ მოდელებზეც მაქვს ხოლმე საუბარი, რა თქმა უნდა, სინთეზი უნდა იყოს ასტროლოგიის და აქედან ამ კურსის შემდეგ უკვე ადამიანები მერე თან ეს წვდომა ვიდეოებზე ჩანაწერები იდება, დღემდე აქვს წინა წლის კურსებსაც, დღემდე აქვს ამ ჩანაწერებზე წვდომა, იმიტომ რომ იმდენად დიდი ინფორმაცია, ახლა 40 საათი გამოგვივიდა წინა კურსი. დაახლოებით ჩანაწერები და აი ეს 40 საათი, როცა სრულად თერაპია მიდის, სრულად პრაქტიკული ასტროლოგიაც მიდის, მერე იქ მთლიანად უკვე კარმული ანალიზი მიდის, ხო? ყველაფრის ძალიან დიდი მასალა არის და არ გვეყოფა ხოლმე 1 წელიც და 2 წელიც, რომ ეს გავაცნობიეროთ. სულ უნდა დაბრუნდეთ ხოლმე უკან კიდევ. ანუ სულ მუდმივ დაბრუნებაში თერაპიულ ახალ პროცესს გადიან ხოლმე მონაწილეები და ესეც ჩემი ეს არის საავტორო, ესე რომ ვთქვა, სტილი, იმიტომ რომ ვიცი რა ჭირდება ადამიანს, მეც გავსი მაგ გამოვლილი და როგორ მუშაობს ეს სისტემა და ძალიან მნიშვნელოვანი არის მაღალი ხარისხი, ჩემთვის პირადად მაღალი ხარისხი თვითონ, ტექნიკური მობილობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, Google Meet-ით გვაქვს ხოლმე ჩვენ ჩართვა, რომელიც მე იდება ხოლმე დახურულ ჯგუფში Facebook-ზე, იქ არის დისკუსიებიც დახურულ ჯგუფში, იქ არის ვიდეოებისაც ვდებ ხოლმე, ან საინტერესო წიგნებს, ან ყველაფერს ვაზიარებთ ერთმანეთს და რაღაც ისეთ მეგობრული ჯგუფი არის ხოლმე შემდგომ ეს კურსი და აი ამ ჯადოსნურ ლამაზ სამყაროში ვისაც გაქვთ სურვილი შემოხვიდეთ გაცნობიერების ასტროლოგიასთან შეხების სურვილი ვისაც გაქვთ რა არის ტრანზიტებიც რო გაიგოთ როგორ არის ეს პროგნოზირებადობა რა არის
ყაფსა ასტროლოგია, რა არის ყვითელი ასტროლოგია და რა არის ძალიან მაღალი დონის ისეთი სიღრმისეული ასტროლოგია. ამ ყველაფერში რომ გაერკვეთ კარგად, გეპატიჟებით ამ კურსზე. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩემთვის ის ველი, ესე რომ ვთქვათ, ჯგუფში, რომელიც იქმნება ხოლმე წინა კურსები, არჩეულებრივი ხალხი გავიცანი, წინა კურსებზე ძალიან დიდი ის ემოციური კავშირი გქონდა, რომელიც ყველას გვჭირდება ხოლმე გარკვეულწილად. ეს არ არის მხოლოდ ასტროლოგიის კურსი, რაღაც ოჯახივით ვართ ხოლმე მე, რაღაც სხვა თერაპიული პროცესი მიდის, სხვა რაც მაგალითად შეიძლება ისე ცხოვრებაში არ გქონდეს, ხო? და ძალიან გელოდებით, ვისაც გაქვთ ინტერესი აი ამ სიღრმისეული ასტროლოგიის სწავლის, არა ის რომ უბრალოდ მე ვისწავლო, რომ კი არის რომ რამდენიმე ასტროლოგიც არის მე ხო და უნდათ ეს ვთქვათ ასტროლოგობა და იმდენად უყვართ ეს სამყარო, ხო რომ უნდათ მე შემდგომ განვითარება ამ სფეროში და ესეთები შეიძლება მოვიდნენ, ესე რომ ვთქვათ, თუმცა ჩემი მიზანი არის ხოლმე ამ კურსზე რომ უფრო ადამიანი მთლიანად დაუახლოვდეს საკუთარ მეს, თერაპიულად დაუახლოვდეს თავის მეს და დაინახოს ასტროლოგიაში ის ძალა, რომელსაც ყოველთვის რომ დაუბრუნდება, ყოველთვის ახალ აღმოჩენებში გავა საკუთარ თავზე და ანუ პირველი мотивация რომ პიროვნული განვითარება იყოს ადამიანისთვის. ჩემი мотивациაც ეს იყო ყოველთვის ასტროლოგიაში რომ მოვედი და სულ შემთხვევით გავხდი მე ასტროლოგი, თორე საერთოდ არ ვაპირებდი. იმდენად ეს სიამოვნებდა, იმდენად მაბედნიერებდა სულ ამ ახალი რაღაცების გავლა, ეს ჩაღრმავება და დღემდე ეს არის ჩემი мотивация. მე ყოველთვის ვამბობ რომ ახლა ეს ჩემი უფრო გატაცება არის ასტროლოგია, ვიდრე ესე რომ უყურო რომ ეს ჩემი კარიერა არის. რომ სულ მუდმივად რაღაც გატაცებით ვარ ხოლმე ასტროლოგიაში. ეს არის ყველაზე დიდი პიროვნული განვითარება ჩემთვის. ყველაზე მეტი პასუხი მაინც ასტროლოგიამ მომცა და ფსიქოლოგია გავიგე ასტროლოგიიდან გამომდინარე და ასტროლოგიას ჩავღრმავდე ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და აი ამიტომ მინდა ეს ყველაფერი გავაზიარო, თქვენთან გადმოგცეთ. ძალიან გულახდილი ვარ ხოლმე ჩვენ სკოლას ეძახი. ძალიან გულახდილი ვარ ხოლმე, ძალიან გახსნილი ვარ, ძალიან გულუხვი ვარ გაზიარებებში, მთელი გამოცდილებების გაზიარებებში, ამდენი წლის განმავლობაში, რაც დამიგროვდა, იმიტომ რომ ყოველ დღე ზოგჯერ ორ-ორჯერ ვხვდები ადამიანებს დღის განმავლობაში და ძალიან ბევრი პრაქტიკული ცოდნა დამიგროვდა, პრაქტიკული ასტროლოგია როგორ მუშაობს და არა შაბლონები, რასაც მაგალითად წერენ ხოლმე ყველგან, საერთოდ არ მუშაობს ეს ასტროლოგია, მაგითო გეუბნებით, რომ თანამედროვე ასტროლოგია არის ძალიან განსხვავებული, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან თანამედროვე გახდა. ძველი დროის ადამიანი ეს ძველი დროის ასტროლოგიაში ჯდებოდა. ეხლანდელი ასტროლოგია აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სხვანაირები და დროს უნდა დავეციათ. ეს ძველი შაბლონური ასტროლოგია აღარ მუშაობს და ამიტომ მინდა გაგიზიაროთ უკვე იმ თანამედროვე ადამიანზე მორგებული სიღრმისეული ასტროფსიქოლოგია და გელოდებით მეგობრებო, ყველა ჩემი ივენთიც არის Facebook-ზეც, პირადიც მაქვს Facebook-ი გვერდი, page-იც მაქვს, ნახურული ჯგუფიც მაქვს, Instagram-იც მაქვს, უამრავი კონტაქტი შეგიძლიათ შემომიერთდეთ, მომწეროთ და გელოდებით და დროებით.